დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. გამშვიდობისა რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას 16 საათი 16 წუთი გახლავთ სტუდიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ბატონ გიორგი სოსიაშვილს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა დიდი სტუმრობისთვის. ბატონ გიორგისთან ერთად იგი საკანონმდებლო ორგანოდან მოვიდა ჩვენთან და აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ჩვენი დიალოგის დასაწყისში იმ საპარლამენტო კომისიის საქმიანობას, რომელიც რეზონანსულია და ბოლო დღეების, ასე ვთქვათ, განხილვის ცენტრალური თემაა. ბატონ გიორგი, თქვენ თავად ბრძანდებით ერთ-ერთი დეპუტატი, თავად მუშაობთ იმ საკანონმდებლო სივრცეში, სადაც ახლა საპარლამენტო კომისია მუშაობს და ჩვენს რეალობაში საპარლამენტო კომისიის ფორმატში საქმიანობა პირველი არ არის. მაგრამ ასეთი თემატიკის და ასეთი მასშტაბის საკითხის საპარლამენტო კომისიაში განხილვა პოლიტიკური მასშტაბიდან გამომდინარე ალბათ პირველია. თქვენ როგორ ხედავთ და როგორ აფასებთ პროცესი როგორ მიდის, იგივე პოლიტიკურ ველზე რა ცვლილებების პერსპექტივას ქმნის და როგორი შეიძლება იყოს მოლოდინი ან ის საბოლოო ფორმა, რასაც მიიღებს კომისია მსგავსი ღია საჯარო გამოკითხვის, დაკითხვის, კითხვების დასმისა და კომუნიკაციის შედეგად. მოგესალმებით ჩვენს მსმენელს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირველ ყოვლისა მოწვევისთვის თქვენს შესანიშნავ გადაცემაში. მადლობა. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, მე გეტყვით, რომ ყველაზე ტრაგიკული 9 წლიანი პერიოდის შეფასება ხდება ახლა. რასაც ჩვენ ხედავთ საპარლამენტო კომისიის საქმიანობას გულისხმობ, დადგა ჟამი, როდესაც ქართველმა ხალხმა ერთხელა სამუდამოდ უნდა გასცეს პასუხი ამ ყველაფერს და უსვას წერტილი რო იტყვიან აი ამ ყველაფერს და საბოლოოდ გამოიტანოს სააშკარეოზე ის ბნელი პერიოდი, რომელიც ჩვენს უახლეს ისტორიაში არსებობს. სამწუხაროდ ეგრეთ ხელისუფლებასაც ვერ დაარქმევ იმ ადამიანთა, ასე ვთქვათ, ჯგუფს, იმ პირსისხლიანი ადამიანების ჯგუფს, ვინც ეს უბედურება დაატეხა ჩვენს ხალხს თავს და აი ესეთი საშინელება მოუწყო საკუთარ საზოგადოებას და მე ვფიქრობ, რომ აი ეს კომისია საბოლოო ჯამში გამოააშკარებს ყველა იმ მსგავსობას და ჩვენ ხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში თვალს ვადევნებთ აი ამ კომისიის საქმიანობას, რომელიც არის ძალიან ღია, ძალიან გამჭვირვალე, როგორც დამახასიათებელია ჩვენი ხელისუფლებისათვის ღიაობა, გამჭვირვალობა და აბსოლუტურად ხელის გულზე დევს ყველაფერი ჩვენი საქმიანობის ანალოგიურად აი ეს კომისიაც ხედავთ ყოველდღიურად რომ ესე იგი საზოგადოებას საშუალება ეძლევა თვალყური ადევნოს მის საქმიანობას თუ როგორ ხდება ასე ვთქვათ მსჯელობა ამ კომისიაზე იქ ყოფი ადამიანების ასე ვთქვათ გამოკითხვები როგორ ხდება და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. ყველაზე სამარცხვინო პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში. და ამაზე ქართველებს ოდესაც გვიხდება საუბარი, მე არ მეგონა თუ კიდე რაიმე გაგვაკვირვებდა ჩვენ ქართველებს, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიარეთ ბოლშევიზაციის პერიოდი, მოგეხსენებათ მე 20 საუკუნეში ისტორიკოსი ვარ და ამის თქმის საშუალება მაქვს თქვა და მე ნამდვილად ვერასოდეს ვერ იფიქრებდა ქართველი ადამიანი თუ კიდე განმეორდებოდა მსგავსი საშინელი უბედურება ჩვენი ხალხის თავზე დაწყებული აი ამ ხელისუფლების მიტაცებით, მოსახლეობის დატერორებით, საზოგადოების აი ამ გაუბედურებით, ოჯახების დაანგრევით, ეკლესიაზე შტურმის მიტანით, ქართული იდენტობის შეურაცხყოფით. თუ კი რაიმე არსებობდა ეს უბედურება, აი ამ 9 წელში ამ ყველაფერმა თავი მოიყარა და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთგვარი დაკვეთა ქართული ხალხისა. ჩვენ როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით და ხვდებოდით ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს, იქ ძალიან ხშირად გვესმოდა ამაზე საუბარი და პირდაპირ საზოგადოება ითხოვდა ამას. ეს ვინმეს პირდაპირ ჩემი კოლეგების რაღაცა მიზანი კი არ იყო. რა თქმა უნდა, ხელისუფლება, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ვალდებული ხარ, გამოიძიო, სააშკარეოზე გამოიტანო ის უბედურება, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას დაატეხა წინამორბედმა აი ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, უბრალოდ რეჟიმმა და ჩვენ აი ამ ხალხის, ასე ვთქვათ, დაკვეთის აღსრულების პროცესში ვართ ახლა, როდესაც ეს კომისია მუშაობს, კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული და რაც ყველაზე მთავარია, სააშკაროოდ იქნება გამოტანილი ყველა ის მსგავსობა, რომელსაც ეს ნაცბანდა აწარმოებდა თავის დროზე ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ბატონ გიორგი, თქვენ სწორად აღნიშნეთ და ისაუბრეთ იმაზე, რომ
ერთგვარი დაკვეთა საზოგადოების მხრიდან არის და იმიტომ რომ აქ ყველაფერთან ერთად ქართული ოცნებაც თავის პოლიტიკურ გზავნილებში წინასაარჩევნოდ ამ თემაზე საუბრობდა ხოლმე რომ რაღაცა ვისაც აქვს ეს განსხვავებისას ეს მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური სამართლიანობის დადგენა იმ პერიოდთან მიმართებაში. თუმცა ეს თემატიკა, ასე ვთქვათ, წამყვანი პოლიტიკურ გზავნილებს შორის იყო 2012-იც. შემდეგ ჩვენ ვიცით 2012-ის არჩევნების საერთოდ სხვა მოცემულობა ჰქონდა, მაშინ კოაბიტაცია იყო და აქედან გამომდინარე რაღაც მსგავსი ფორმებით ამ თემატიკის განვრცობა ალბათ რთული იყო. მერე იყო კიდე ერთი არჩევნები, ისევ აქტიური იყო ეს თემა და ახლა ჩვენ გვქონდა ბოლო არჩევნები, სადაც კვლავ აქტიური იყო ეს თემატიკა. კითხვა, რა იცვლება ახლა წინა დროებისგან განსხვავებით, როდესაც ამ თემაზე პასუხის უკვე საპარლამენტო კომისიის სახით გაცემა მიმდინარეობს. უამრავი ხელისშემშლელი მიზეზები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანას სუვერენულ ქვეყანას, ასე ვთქვათ, გადაედგა ეს ნაბიჯები და ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქვა, ხო? ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობდა და გადახედეთ, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, მოგეხსენებათ, რომ ერთმა პატარა ქვეყანამ დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მიიღო გამჭვირვალობის კანონი და რამხელა როიტყვიან ბულინგის, ასე ვთქვათ, მსხვერპლი გავხდით, რამხელა ზეწოლის უამრავი ადამიანი, უამრავი ევროპელი ბიუროკრატები, ასეთი შემოსევა მე ვფიქრობ პირდაპირ გეტყვი ჩვენს ქვეყანაზე, მე იშვიათად მახსენდება, ხო, რომ ერთი გამჭვირვალობის კანონის გამო თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, რამდენ ხელისშემშლელ ფაქტორს ვაწყდებოდით ამ. თუმცა მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დაიწყო ნამდვილი ჭეშმარიტი სუვერენიტეტის ათვლა. და ეს სუვერენიტეტის, ანუ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ათვლის წერტილი მე ვთქვი და კიდე მინდა გავიმეორო, მარტო დროშის მიღება და ჰიმნის აჟღერება კი არ არის დამოუკიდებლობა ქვეყნისა და მარტო არჩევნების ჩატარება კი არ არის. როდესაც საუბარი არის ჭეშმარიტ სუვერენიტეტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს უნდა ქონდეს დამოუკიდებლად თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა და არ უნდა იყოს შეზღუდული და არ უნდა იყოს გარედან მართული. თუ შენ ამის შესაძლებლობა არ გაგაჩნია და თუ გარედან კარნახობენ, ესე იგი თამაშის წესებს თუ რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მართო საკუთარი ხალხი, რა კანონები უნდა მიიღო, როგორი, ასე ვთქვათ, როგორი საზოგადოება უნდა აშენო, მაშინ ფუჭი არის საუბარი ამ სუვერენიტეტზე და ეს არის ფსევდო თავისუფლება და ფსევდო სუვერენიტეტი, ხო? აი ამ რეალობაში რომ გიხდებოდა ქართველებს ჩვენ ცხოვრებას არ ახალია და აი ამ ყველაფერმა ბოლო პერიოდის მოვლენება ეს აბსოლუტურად სააშკარაოზე გამოიტანა ყველაფერი თუ რა ძალებთან ქონდა ჩვენ საქმე და აი ეს ხალხი რომელიც თავს ასაღებს ოპოზიციად როგორ იმართებოდა გარედან და როგორ ხდებოდა ქართველი ხალხის ესე მართვა ანუ უხეში ჩარევით, გარედან თავს მოხვეული, ასე ვთქვათ, კანონებით, საკანონმდებლო ბაზის შექმნით, რომელიც უნდისვლებას დავიწყეთ ჩვენ და აბსოლუტურად ქართული ხალხის ინტერესებზე იქნება მორგებული მთლიანად ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, როგორ შეიძლება რომ ქართველმა ხალხმა აირჩიოს თავისი ხელისუფლება და ამ დროს საკანონმდებლო ბაზა იყოს აცელილი საერთოდ ქართული ხალხის მოთხოვნებისაგან, მისი იდენტობისაგან, მისი დაკვეთისაგან, ხო ეს წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ არ გქონდა რეალური, ნამდვილი სუვერენიტეტი, თავისუფლება და ეს გამოაშკარავა აი იმ პროცესებმა, რომელიც დაიწყო ქვეყანაში, როდესაც ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ გადადგა ნაბიჯი ერთხელა სამუდამო წერტილი უნდა დასმოდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ქართული ხალხი არის უზარმაზარი ისტორიის მქონე ხალხი, ჩვენ საკაცობრიო კულტურაში, საკაცობრიო ცივილიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შევიტანეთ, როდესაც ჯერ ქვეყნები არ არსებობდა, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო, საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, ჩანასახები იქნებოდა, ხო? გავიხსენოთ თუნდაც ახლა ისტორიულ წიაღსვლებით არ გადაღლით, მაგრამ თამარის პერიოდში შექმნილი ისნის კარავი, ეს იყო პირველი საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, დაწესებულების ჩანასახი და ამ დროს არ არსებობდნენ ქვეყნები და აი ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გადაგვედგა სიკვდილით დასჯის მსგავსი ჰუმანური გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით. ასევე ქალისა და კაცის თანასწორუფლებიანობა, ხო, მე-12 საუკუნეში და მანამდეც ქართველი ქალბატონების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა და ეს უზარმაზარი კულტურა, დიპლომატიის კუთხით, საგარეო პოლიტიკით ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ და ჩვენ ბუნებრივია ამას ქართული ხალხი ვეღარ მოითმენდა, რომ მუდმივად ყოფილიყო ასეთი ბულინგის ქვეშ, გარედან უხეში ჩარევების ქვეშ და ესე იგი თავსმოხვეული პოლიტიკით ყოფილიყო ჩვენი ხალხი მართული, იმიტომ რომ თუ საუბარი არის ჭეშმარიტ დემოკრატიაზე, თუ
თუ საუბარი არის ქვეყნის სუვერენულ განვითარებაზე, მაშინ ხალხი უნდა მართოს მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ, ხო და ასეთი ხელისუფლება, რომელმაც ქართული საზოგადოების 1,100,000-მა წარმომადგენელმა დობის მანდატი მიცა და ქვეყნის სადავეები ჩააბარა აი ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ვალდებულია რომ გაატაროს ქართული ხალხის ინტერესი. შენ თუ ხელისუფლება გქვია, თუ შენ დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებაზე პრეტენზია გაქვს, მაშინ უნდა გადადგა ის ნაბიჯი, რომელი ნაბიჯებიც არის ქართული ხალხის ინტერესებში და სწორედ ეს ნაბიჯები გადაიდგა ახლა. მიღეთ დაწყებულია აი ამ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, რომელმაც ესე რო იტყვიან ამოაფრქვია სიძულვილი და ესეთი ბულინგი გამოიწვია, იმიტომ რომ ადამიანს ოდესაც აი ამ გამჭვირვალობას ებრძვის რა არის მისთვის მთავარი მიზანი, ხო, რაღაცა აქვს დასამალი, ესე იგი და უამრავი თანხა, რომელიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში და ძირითადად გამოყენებული იყო სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით და რევოლუციური სცენარების შექმნისა და შემდეგ განხორციელების მიზნით, ეს აი ამ ყველაფრისთვის იყო ეს ამ ხელა აჟიოტაჟი და ამიტომაც დაარქვეს ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომ რაღაც საზოგადოებაში შემოეტანაც გარკვეული, ასე ვთქვათ, ესეთი განწყობები და ტემპერატურა აეწია და მერე თავიანთი სცენარები განეხორციელებინათ. მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ დავიწყეთ ამ ნაბიჯების გადადგმა, ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახვეთ, რომ ვართ ძალიან ამაყი ხალხი, თავისუფლების მოყვარე ხალხი და თქვენ შემთხვევითი არ არის ამბავი, ხო, ესე მე-19 საუკუნეში, როცა ჩვენი ქვეყანა გმინავდა აი ამ თვითპრობელური რუსეთის უღელქვეშ, ილიამ რა ათქმევინა თავის მგზავრის წერილების საოცარ გმირს ლელთხუნიას, ხო? ესე იგი ეს ხო საოცარი სიტყვებია. ჩვენი თავი ჩვენად გვეყუდნეს, ეს ხო არ არის რაღაც ესეთი მხოლოდ სურვილი, ეს არის ვალდებულებაც კია. შენ როცა ხარ შენ ამ ხელა ცივილიზებული დიდი ისტორიის მქონე ქვეყნის შვილი, ვალდებული ხარ რომ საკუთარი თავი უნდა გეკუთვნოს და გეყუდნოდეს შენ და აი ეს ნაბიჯები გადაიდგა ეხლა და ამიტომაც დაიწყო ეს ყველაფერი, რომ ვერ შეეგუნენ, მინდა პირდაპირ თქვა ხაზგასვით, ვერ შეეგუნენ იმას, რომ ამდენი ხანი ქვეყანა იმართებოდა გარედან თავს მოხეული აი მეთოდებით, აი ამ ჩარევებით, აგენტურის მეშვეობით, დაფინანსებული აგენტურის მეშვეობით და სუვერენულ აი ამ თავისუფალი ქვეყნის მიერ არჩეულ ხელისუფლების დამოუკიდებელ ნაბიჯებზე გაოცებულები დარჩენ. როგორ გაბედა ქართულმა ხალხმა, რომ ესე იგი თავისი საკუთარი ნებით რაღაცა ნაბიჯები გადადგა და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც გამოუაშკაროებს აი ამ აგენტურას. აი ამან გააცოფა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთელი ეს წერე, რომელიც ამდენი ხანია ამ შემოტევებში ჩვენს წინააღმდეგ. თუმცა ჩვენი ხალხის ძალა არის და სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ბუნებრივია და აი ეს ყველაფერი სააშკარაოზე თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რასთან გვაქვს აქ. თქვენ ბატონო გიორგი, ახლა საინტერესოდ გაიხსენეთ ფრაზა ჩვენი თავი ჩვენად ვიგეყუდნოდეს ილიას სიტყვები და ეს თქვა იმ ადამიანმა, რომელიც იმ ეპოქაში, როდესაც თარისტული რუსეთი იყო და ასე თუ ისე რაღაც სისტემაში იჯდა საქართველო, სრულიად სხვა მომავალს ხედავდა და ეს იყო ადამიანი, რომელიც იმ შესაძლებლობების ფარგლებში თუნდაც იგივე ავტონომიური უფლებების მოპოვებაზე მაინც ფიქრობდა და ცდილობდა საქართველოსთვის, იმისთვის რომ მეფის რუსეთის დაშლის შემდეგ ჩვენ საერთოდ სხვა მოცემულობით და სხვა პლატფორმებით მოახერხებდით უფრო წელში გამართულობას, ვიდრე ის 3 წელი ქონდა, რომ სადაც რა მოვასწარი და რა ვერ მოვასწარი, ეს ცალკე ისტორიის განხილვისაგანია, თუმცა მე მიყვარს საუბარი საით, რომ არაერთი ისტორიკოსი მიანიშნებს, არაერთი ფაქტი ამასთან დაკავშირებით, ეს როდესაც მეფის რუსეთი დაიშალა, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც ასე ვთქვათ, აქტიურ პოლიტიკაში იყო, ვერც მიხვდა რა მოხდა და ვერც იმას აღიქვამდა, რომ მეფის რუსეთი თუ არ არსებობს, მაგის ამ კონცეფციის გარეშე საქართველოს როგორ უნდა იარსებოს. ანუ საქართველოს დამოუკიდებელ დაარსებობისა და ამ ფაქტის და ამ შესაძლებლობის მიმღებლობა ყველაში არ იყო იმ დროსაც კი, ხო? ანუ ერთგვარი სირთულეც იყო და რაღაც პერიოდის შემდეგ გადახარშეს და მიხვდნენ რა რეალობა გვაქვს. ნუ არ საუბრობ ისეთ ტიპის ბუმბერაზებზე, როგორც ილია იყო და რომელიც ამ ყველაფერს ასე ვთქვათ სხვანაირად ხედავდა. ეს გვაქვს თუ არა ახლა საქმე ისეთ მომენტთან, რაზე თქვენ ახლა მიანიშნეთ, რომ რაღაცა ეპოქალური ცვლილებაა გლობალური მასშტაბით და აი ამ ცვლილებაში რაღაცა სხვა მოქმედებები იწყება და ამას ან ვგრძნობთ, ან ვერ ვგრძნობთ, ან აღვიქვამთ, ან ვერ აღვიქვამთ, ან ვუწყობთ ეს, ან ვერ ვუწყობთ. ვიღაცა კი, ვიღაცა არა. აი ამ კონტექსტში საუბრობდით თქვენ, როდესაც კი ბატონო. იცით რა არის, როდესაც მე-19 საუკუნეზე ორი სიტყვა შევეხები, ესე იგი, რა კი ახსენეთ, ეს ძალიან ისეთი პერიოდია. რა იყო მთავარი, ასე ვთქვათ, ბერკეტი და მთავარი ინსტრუმენტი მაშინ? თავდაჯერება წაართვეს ხალხს. ანუ ქართულ ხალხს წაართვეს თავდაჯერება. დაწყებული ისტორიის
შეცვლით, გაყალბებით რელიგიაში და სხვადასხვა ფაქტორებით, ხო? ესე უამრავი ისეთი ნარატივები იქნებოდა მაშინ, თითქოს ჩვენ არანაირი ისტორია არ ქონდა, ქართლის ცხოვრებაც კი თითქოს ჩვენი შექმნილი არ იყო და უამრავი ამდაგვარი ამბავი და თავდაჯერება წაართვეს. აი ამ ხალხის გადაგვარება თუ გინდა რომ ხალხი ესეთ რაღაც ამორფულ მასად გადააქციო, თავდაჯერება უნდა წაართო, ხო? აი ამ ისტორიის გაყალბები და მისი ისტორიული იდენტობა კი, და კაპიტალიზება. პარალელს თუ გავავლევთ ახლა ჩვენ, მთელი ამ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მიდიოდა აი ამ ლიბერალური ფაშიზმით, ასე ვთქვათ, თავდაჯერების წართმევა ჩვენთვის. უამრავი ტრენინგები ტარდებოდა საქართველოს, ჩამოდიოდნენ გაწვრთნილი ადამიანები, რომლებიც ესე იგი რაღაცა გენდერულ თანასწორობაზე ატარებდნენ უამრავ ტრენინგებს და ქართველ ადამიანს, ესე იგი, რომელმაც ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე უამრავი რამ შექმნა და ჩვენ სულში არის ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება რომ ვიღაცამ ჩაგიტაროს ტენდერი და რაღაც ისა ბუდიში ტრენინგი და რაღაცა გასწავლოს, ხო? აი ეს ხდებოდა თავდაჯერების წართმევა ჩვენთვის და საბოლოოდ მიდიოდა იქეთკენ რომ იდენტობის გამოცვლა ჩვენთვის. თუ დაკარგე იდენტობა, აღარაფერი აღარ აქვს. ხო, ილიას სამი მთავარი საყრდენი რა მამული ენა სარწმუნება, აი ამ სამ საყრდენზე შემთხვევით კი არ ბრძანა ამ დიდმა მართლა უგვირგვინო მეფემ ჩვენ მამა ეს ყველაფერი. ხო, აი ამ სამ საყრდენზე იყო პირდაპირ აგებული ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ეთნოფსიქოლოგია. შესაბამისად, აი ამ ბოლო პერიოდში თუ გადავხედოთ, რა კი ეპოქათა შორის გარკვეული ესე ვთქვათ, აი ამ მსგავსების წარმოჩენა მთხოვეთ, მაგიტო გეუბნებით, რომ ზუსტად ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ განხორციელებული შტურმი იყო. დავიწყოთ თუნდაც რაც ხდებოდა განათლების სისტემაში, რაც ხდებოდა აი ამ ლიტერატურაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგებში და ეროვნული იდენტობის აბსოლუტური ჩამოშლა და ეროვნული იდენტობა გამოცილი ადამიანი, ქართველი ადამიანი, რომელსაც საკუთარ ისტორიას გადაუკეთებ, რაღაცა ძალიან ისე მსოფლიო ისტორიის კონტექსტში ასწავლი, საქართველოს ისტორიის სწავლება ხდებოდა მსოფლიო ისტორიის კონტექსტში და ცალკე საგნად აღარც კი იყო ერთი პერიოდი სკოლებში მოგეხსენებათ, აღარ ლაპარაკობ იმ სხვადასხვა სასკოლო საგნების გადასხვაფერებას. ეს ყველაფერი შემთხვევით ხო არ იყო. ეს იყო მიზანმიმართული კამპანია იქეთკენ, რომ ჩვენ რაღაცა ეროვნული სიამაყე დავკარგო და ეროვნული სიამაყე როცა დაგეკარგება, როცა არიცი უკვე ვინახარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ, იქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი და აი ეს მცდელობა იყო ზუსტად იმ წრეების მიერ, ვისაც ახლა ჩვენ ხედავდა მათ აი ამ წრეების სამსახურში იყვნენ სწორედ ეს პიროვნებები, ვისაც ჩვენ ახლა ოპოზიციად მოიხსენიებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ოპოზიცია კი არა, ესენი იყვნენ დაქირავებული აგენტურის წარმომადგენლები, რომელსაც პირდაპირ ევალებოდათ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ორგანიზაციების შექმნით, რომ აი გაეშალათ ეს ბრძოლა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით, რომ ხალხის წინაშე ხალხის ცნობიერებაში დაეკნინებინათ ქართული ეკლესიის როლი, რომ ესე იგი ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ, წმინდა სინოდის წინააღმდეგ მიემართათ გარკვეული ბრძოლა, საქართველოს ისტორია ესე გაებითურებინათ, ქართული ლიტერატურისთვის, ქართული ლიტერატურა წარმოეჩინათ რაღაც როგორც ჩამორჩენილი და დრომოჭმული რაღაცა გარკვეული ტექსტების ერთობლიობა და ასე შემდეგ. ანუ ბევრი მიმართულებით გაიშალა ეს ყველაფერი. აი, მთელი ამ წლების განმავლობაში წამოიწია წინა პლანზე სრულიად სხვა ტენდენციები. ეს ტენდენციები განა ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს კი არ ეყრდნობოდა. სიახლე ძალიან კარგია, ბუნებრივია სიახლის გარეშე წარმოუდგენელია განვითარდეს კაცობრიობა და პროგრესია მთავარი, ხო, მაგრამ პროგრესი რას უნდა ეფუძნებოდეს? უნდა ეფუძნებოდეს შენს ტრადიციას. ანუ ბაზისი თუ არა გაქვს და თუ შენს ტრადიციას არ ეფუძნება ეს პროგრესი და არსებული სიახლეები, რაც არის მსოფლიოში, აბსოლუტურად წარიხოცება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხალხი წარხოცვისგან რამ გადაარჩინა, იცით? გადაარჩინა იმან, რომ საკუთარ იდენტობას არასოდეს არ კარგავდა. წარმოიდგინეთ, რომ აი ამ სისხლის წვიმების დროსაც კი ახერხებდა, რომ ვაზი გადაერჩინა, თავის იდენტობის ეს განუყოფელი ნაწილი, ტაძარი აეშენებინა, წმენა არ დაეკარგა და ჩვენი შემორჩენილი ისტორიოგრაფიული ტექსტები, სადაც საქართველოს ისტორია გადმოცემული, წარმოიდგინეთ როგორი სისხლისა და ცრემლის პირობებშია დაწერილი და შექმნილი, ხო? აი რის ფასად შექმნა ხალხმა და რატო შექმნა? იმიტომ რომ იდენტობა შეენარჩუნებინა. თუ იდენტობა არ გაქვს, ერი წვეთს არსებობას, დამთავრებული ამბავია, ამიტომაც ეს ბრძოლა, რომელიც გაშლილი იყო იმეორებ, ამას ახლა ეს ჩვენი საერთო დრო არ ეყოფა, რომ ეს ამ საკითხებზე კიდევ უფრო ვრცლად ვისაუბრო, მაგრამ სწორედ იმ მიმართულებებით იყო გაშლილი ეს ბრძოლა, რომელიც მიმართულებებით საბოლოო ჯამში ეროვნული იდენტობის მოსპობას
მოსპობისკენ იყო მიმართული. ანუ საბოლოო ჯამში ეს სხვადასხვა ფლანგები უნდა ამ ბრძოლით უნდა მოხდარიყო ეროვნული იდენტობის განადგურება და ქართული ხალხისგან ახალი საზოგადოება უნდა ჩამოყალიბებულიყო. ახალი ტიპის საზოგადოება, ახალი მასა, რომელიც იქნებოდა ძალიან ესეთი მარტივად მიიღებდა ყველა იმ ყველაფერს, რასაც შემოსთავაზებდა, შესაძლოა ამ ყველაფრის კრიტიკული მასის შედეგი იყო 2012 წლის არჩევნების შედეგი. ხო, მაგას ვამბობ, ესე იგი ჩვენმა ხალხმა მეორე ყველაფერს შეიძლება გაუძლოს ჩვენმა ადამიანს, ყველაფერს და მithქვამს კიდევაც რომ ერთი ქართული გამონათქვამია რომ წისქვილის ქვა არ დატრიალებულაო და წისქვილის ქვაც კი დატრიალებულა ისტორიის ხო ტრიალებს რომ წისქვილის ქვაც კი დატრიალებულა ჩვენ თავზე და საბოლოო ჯამში ქართულმა ხალხმა დაინახა რომ გაუძლებს ყველაფერს მაგრამ ეროვნული ღირსების ეროვნული იდენტობის საკუთარი იდენტობის შემადგენელი ნაწილების დაკარგოს როგორიც არის ქართული ეკლესია რწმენა შენიშნულიერება ამ ყველაფერს ვერ შეეგუება და საბოლოო ჯამში ამის პასუხი იყო 2012 წელი რომელიც თქვენ ახსენეთ და აქედან დაიწყო ათვისწლიანი შემოbrunება მოდი ასე ვთქვათ ეს რომ გაგრძელებული იყო პირდაპირ გეტყვით რომ ნელ-ნელა თან ხალხი უკვე რაღაცა ახალ ბჭყალებში ფსევდო საზოგადოებაზე გადაეწყებოდა და ჩვენ სრულიად სხვა საზოგადოებრივ მოცემულობაში აღმოჩნდებოდით და ახლა ლაპარაკი აღარ იქნებოდა ამ ყველაფერს რაც ახლა ჩვენ ლაპარაკობთ ეს იყო მთავარი მიზანი და მთავარი მისია ასე ვთქვათ აი ამ აგენტურისა რომელიც ქვეყანას მართავდა და რა თქმა უნდა დავალებებს იღებდა ეს ფული შემთხვევით ხო არ იხარჯებოდა არავინ არავის ფულს ლამაზი თვალების გამო არ ჩუქნის ხო ეს ფული იყო განკუთვნილი თავისი დანიშნულება ქონდა, თავისი მიზანი ქონდა, რომ უნდა ჩამოენგრიათ კონკრეტული ინსტიტუტები. ის ინსტიტუტები, რომელზეც ქართველი ადამიანის იდენტობა იდგა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მოსვენებას უკარგავდა იმ ძალებს ქართული ეკლესიის ასეთი არსებობა ჩვენი, ხო, ჩვენი სამოციქულო ეკლესიის, ეროვნული მწერლობის არსებობა და სხვადასხვა მიმართულებების, ეროვნული ფოლკლორის არსებობა. ამიტომ რაღაცა რეტროგრადულ, ჩამორჩენილ, რაღაც ესეთ მიმართულებებად უნდა გამოეცხადებინათ ეს ყველაფერი, რომ შემდეგ ესე იგი ამოერეცხათ ჩვენი გონებიდან და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის გონებიდან, რომ ჩვენ სრულიად სხვა ადამიანები ვართ. ის ჩამორჩენილი ხალხი კი არა ვართ, აი ვისაც გვასწავლინენ ოდესღაც, არამედ ჩვენ ვართ სრულიად სხვა ადამიანები და ახალი ტიპის ქართველის გამოყვანაზე იყო, მოდი ესე ვთქვათ, მიმართული ეს მთელი ეს პოლიტიკა. მაგრამ კიდე გიმეორებ, ჩვენში არსებული კოდირებული ეს ყველაფერი ჩვენში რა, იმიტომ რომ ვერ წაშლი გამორიცხულია იმიტომ რაც არ უნდა ამაზე გაცილებით ჩვენ რთული პერიოდები გაგვილია და უამრავი რამ მაგრამ აი საოცარი სიტყვები აწერია წეგან რა კი უახსენეთ ეს მე-19 საუკუნის ამბავი დოდაშვილის საფლავზე აწერია რომ არა თავისისათვის მხოლოდ არამედ სიყვარულისათვის მამულისაო ესე იგი ნახეთ საოცარ სიტყვებს ამბობს ეს ეპიტაფია ამშვენებს მის საფლავს რომ საკუთარ თავზე კი არ უნდა იფიქრო ქართველმა კაცმა მაგრამ მამულზე უნდა იფიქრო და ესე იგი საკუთარი მამულის გადარჩენაზე დიახ გასაგებია. ახლა მოდით ჩვენ რეალობას დაუბრუნდეთ დღევანდელ მოცემულობას ესეც ალბათ ისტორიის რაღაც შემადგენელი ნაწილი ცხადია იქნება. გადაცემის ჩვენი ბოლო 5-6 წუთი აი ამ ნაწილს რომ დავუთმოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ ხედავთ? საპარლამენტო კომისია მუშაობს ვიღაცები მიდიან და თანახმარი არიან კითხვებზე პასუხი გასცენ ვიღაცა არ მიდის მაგრამ ასეა თუ ისე კომისია მუშაობს და საბოლოოდ კომისიამ უკვე საკანონმდებლო ორგანომ პოლიტიკური საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ამ საკომისიო საქმიანობის შემდეგ ეს საბოლოო სიტყვა რა გავლენას მოახდენს იგივე ნაციონალურ მოძრაობაზე, მის პოლიტიკურ შესაძლებლობაზე და მოახდენს თუ არა გარკვეული ტიპის გავლენას ასევე ეს საბოლოო დასკვნა ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, მით უმეტეს ისეთ რეალობაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ არჩევნები ჩატარდა, თქვათ მანდატმიღებულები ამბობენ, რომ არ ვაღიარებ ხელახლა ჩატარდეს, ამ დროს ვდგებით იმ მოცემულობის წინაშე, რომ ნელ-ნელა უახლოვდებით თვითმმართველობის არჩევნებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას და გაგრძელება როგორ კომისიის საქმიანობით დავიწყებ. მაშინ მე როგორც დასაწყისში აღნიშნე გადაცემის თქვი, რომ ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა. ქართული საზოგადოების ღირსება აყრილი ქართული საზოგადოების იმ წლებში, რომელმაც ეს უმძიმესი 9 წელი იწვნია და აქ არის ათასობით და 10,000-ობით გაუბედურებული ოჯახები და ბუნებრივია რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ამ ოჯახებს ჩვენი საზოგადოების წევრებს პასუხი გავცეთ და ერთხელაც სამუდამოდ პასუხი გაეცეს ამ კითხვებზე. ერთხელაც სამუდამოდ გამოუაშკარავდეს
და ერთხელაც სამუდამოდ უნდა ითქვას სათქმელი თუ რასთან ქონდა საქმე და რა თქმა უნდა დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, სანამ დამნაშავე პასუხს არ აგებს ქვეყნის წინაშე და ეს უნდა გახდეს მაგალითი, რომ არასოდეს ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს მსგავსი წლები. კომისიის საქმიანობა ეს არის ვიმეორებ ქართველი ხალხის დაკვეთა. და რაც შეეხება ახლა გამოცხადება არ გამოცხადებას, ქურდს ქუდი ეწვის, ხო ზოგიერთი ადამიანი არის, რომ მისვლა არ უნდა თავს არიდებს, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა კითხვებს გაურბის. ოდესაც ადამიანი მართალია, ნებისმიერ კომისიაზე მივა, ნებისმიერ კომისიაზე ესე იგი გამოცხადება და ამ კითხვებზე პასუხს გაცემს. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გამოაშკარავდებიან ყველანი და ვიმეორებ საბოლოოდ დაესვენა წერტილი აი ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი ქართული ხალხის წინაშე. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო პერიოდი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და უნებრივია რომ აღარასოდეს აღარ უნდა განმეორდეს, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ეს ჩემი ნათქვამი, იმიტომ რომ უნდა ახსოვდეს მომავალ თაობას რომ ის 9 წლიანი რეჟიმის შემქმნელი ასე ვთქვათ აი ეს ბანდა რომელმაც ეს 9 წლიანი რეჟიმი შექმნა, გასამართლდა, პასუხი აგო ქართული ხალხის წინაშე და ასეთი მსგავსი ამბები აღარასოდეს აღარ განმეორდება. რაც შეეხება ახლა არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ რომ ჩვენ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გვანდო ქვეყნის მართვის რა თქმა უნდა სადავეები 1,200,000 ადამიანი ახლა თიდან გამოწვეული ამბავი ახლა ხო რაღაცა ზღაპრები გამოიგონეს თითქოს რაღაც არჩევნები გაყალბდა რაღაც 300,000-იანი ხმის რაღაცა გაყალბებას სრული ბოდვა იყო პირდაპირ გეუბნებით ამას და ამას თვითონაც არ ჯერათ პირდაპირ გეტყვით იმიტომ რომ და ყველაზე მთავარი ის არის რომ ის ამომრჩეველიც კი სამწუხაროდ ის ამომრჩეველიც კი ვინც მათ მხარი დაუჭირა და რაღაცა კუთხით შეცდომაში არიან თავისთავად შეყვანილები, საკუთარი ამორჩევლები გადააგდეს ამ ადამიანებმა და უარი თქვეს რომ ცივილური ფორმით თუ მათ რაიმე ჯანსაღი პოზიცია ქონდათ ქვეყნის მართვაში რაიმე კრიტიკული ქონდათ დაუშვათ შესულიყვნენ პარლამენტში და იქ გაემართათ გარკვეული ესე ვთქვათ როგორც თანამედროვე პოლიტიკურ კულტურას ჩვევია მსგავსი ასე ვთქვათ დებატები და ასე ვთქვათ ასეთი რამ, მაგრამ ეს არ მოინდომეს, იმიტომ რომ მათი ხელწერა რა არის არასოდეს არ აწყობთ მოდი ასე ვთქვათ მათ რომ არჩევნების გზით რაიმე დაპირისპირებაში შემოვიდნენ. მათი მთავარი მიზანი არის რომ შეკრიბონ თავიანთი გადამზადებული ჯგუფები ფრანკლინის კლუბის მიერ გამოჩეკილი ასე ვთქვათ ხალხი და უამზადონ ეს დივერსანტები შემოიყვანონ რუსთაველზე დააშავონ პოლიციელები, გადაწვან რუსთაველის გამზირი და შემდეგ როგორღაც ესე იგი რევოლუციური გზით ჩაიგდონ ხელში ხელისუფლება და უფსკრულში გადაჩეხონ. პირდაპირ გეტყვით, ვიდრე ჩვენი გადაცემა სანამ ამოიწურება რომ ჩვენი ქვეყანა გადაურჩა საშინელებას, პირდაპირ გეტყვით. საშინელებას. ზოგიერთ ეგონა რომ თითქოს ეს ბილბორდები რომელიც არჩევნების პერიოდში ქალაქში ხედავდი ჩვენ მოსახლეობის რაღაცა თითქოს არჩევნების მიზნით ქონდა ჩვენ ეს გაკეთება. არჩევნების მიზნით კი არ გავაკეთეთ ეს ბილბორდები. უნდა შეგვეხსენებინა ჩვენ საზოგადოებისათვის რა დღეში ჩააგდეს უკრაინა. რა დღეში ჩავარდა ეს საწოდავი ქვეყანა, უდიდესი ტერიტორია მისი არის განადგურებული და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გაუბედურდა 100,000-ობით ოჯახი და ეს ბედი ელოდებოდა საქართველოს ჩვენ რომ ჩვენს ხელისუფლებასო გონივრული პოლიტიკით არ გაიაზრებინა ეს ყველაფერი კარგად არ გადაედგა ესეთი ფრთხილი ნაბიჯები და რაც წინა ხელისუფლებამ თუ ხელისუფლების კიდევ მეორე დარქმევაც კი მეუხერხულება რაც გააკეთა 2008 წელს რომ გაუაზრებელი თავისი პოლიტიკით ასეთი პროვოკაციებით ქვეყანა ამ უბედურებაში გახვია აი ჩვენ ამ დიდ უბედურებას გადავრჩით ახლა ეს ყველაფერი ქართული ოცნების და მისი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება დრო მოვა გავა კიდევ რამდენიმე წელი კიდევ უფრო მეტად გადახედავს და გადააფასებს ხალხი რა უბედურებას გადავრჩით ჩვენ და გადაგვარჩინა ამ კაცმა გადაგვარჩინა რის ფასად აი ამ დიდი ზეწოლის აი ამ დიდი ბულინგის მისი ოჯახის წევრების მისი თანაგუნდელების და ჩვენი ხალხის ასე ვთქვათ აი ამ დიდი ზეწოლის მიუხედავად მან ამ ყველაფერს გაუძლო იმიტომ რომ სიმართლე იყო ჩვენს მხარეზე და ერთ პინაზე იყო ესე იგი რომ ტაში ეკრა ჩვენთვის ევროპელ ბიუროკრატებს და მეორე პინაზე იყო ჩვენი ხალხის შეიძლებოდა ყოფნა არ ყოფნის ამბავი როგორ შეიძლებოდა აი ამ ყველაფერში არჩევანი
გაიკეთებინა სხვანაირი ჭკუათ მყოფელ ადამიანს და ამხელა ვაჟკაცობა, ამხელა გმირობა და გამბედაობა გამოიჩინა ამ კაცმა, რომ რამხელა ბნელძალებს დაუპირისპირდა ხომ მთელ სოფლიოს მართავენ მოგეხსენებათ რაც ხდება ევროპის ბიუროკრატიულ წრეებში უკრაინას რა დამართეს კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ამ ყველაფერს და კარგად მინდა რომ ჩვენ ხალხს მივიმართო რომ ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურ ძალიან რთულ სიტუაციაში მყოფი ქვეყანა და ჩვენი საქართველოს ისტორიის მანძილზე ჩვენი მეფეები, ჩვენი ხელისუფალნი ახერხებდნენ აი ამ დიპლომატიური სულებით, სწორი, ჭკვიანური, გონივრული პოლიტიკით ქვეყანას სამშვიდობოს გაეყვანა და ამიტომ შემორჩით აქამდე. ჩვენ ყოველთვის გქონდა გონიერება, წინასწარხედვის ესეთი გასაოცარი უნარი და ამიტომ გადავრჩით და ამიტომ ეს გონიერება გვმართებს ყოველთვის და აი ამ გონიერებით მოახდინა ჩვენმა ხელისუფლებამ ის რომ 2008 წლის სცენარი აღარ განმეორდა და კიდევ უფრო უარესი უბედურება არ დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება მოახულებულ არჩევნები ახსენეთ თქვენ მე მგონი ხო? მოახულებულ არჩევნებს პირდაპირ გეტყვით რომ ქართულმა ხალხმა აი ამ ბანდას, აი ამ რადიკალურ ასე ვთქვათ, გაერთიანებას, რომლებიც ორიენტირებული არიან ქვეყნის ჩამოშლაზე, განადგურებაზე, არ ადაგიდებენ ისინი. გახსოვთ ერთი გადაცემა იყო და ცაცოდავე ხეობელი მე ხეობაში ლიახვის ხეობიდან ვარ და ერთი ლიახვის ხეობელი ქალი ეუბნეოდა როგორ იკადრეთო რომ ხალხი არ გააფრთხილეთ, წინასწარ და არ გამოიყვანეთო, საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს ჩვენი ხალხი. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაიხოცებოდა, უფრო უნდა წარმოეჩინათ მე ეს გარკვეული ამბავი რომ რაღაცა ესეთი რაღაცა ხდებოდა. აი ესეთი საშინელი ამბები ჩაიდინეს და უამრავი სოფელი ქვებისგროვად გამოაცხადეს, ესე ჩააბარეს მტერს, ლანგრით მიართვეს რო იტყვიან და რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს ვერასოდეს ჩვენი ქვეყნის, რა ვიცი, ვერ წარმომიდგენია ჩვენი ქვეყნის ისტორიის მომავალი, სულ გადავხედოთ ასე ვთქვათ, გავიაზროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომ ასეთი ბნელი ძალა ოდესღაც დაბრუნდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა მიიღო ძალიან მწარე გაკვეთილი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რატო აქვთ ესეთი შიში ამ ადამიანებს? აი, წინასწარ აცხადებენ, რომ ჩვენ ამ არჩევნებში არ ჩავერთვებით, იმიტომ აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის ეშინიათ, ქართველი ხალხის რიცხვის ეშინიათ, იმიტომ რომ ქართველი ხალხთან დალაპარაკების პირი აღარ აქვთ. ქართველი ხალხს თვალებში ვერ უყურებენ ესენი, იმიტომ რომ მოტყუებული ყავთ ქართველი ხალხი, გამოიყენეს ქართველი ხალხი სათავისოდ. ქართველი ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ. ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე მოითბეს ხელი და უამრავი სხვა სიბინძური რომელიც ჩაიდინეს და ბუნებრივია ახლა ასეთ ადამიანების შეხვედრების საარჩევნო კამპანიის ჩატარება ხო წარმოუდგენელი ამბავია. ამიტომ ნული არის მათი შანსი, ბუნებრივია და აი მორიგჯერზეც დარწმუნდება ჩვენი საზოგადოება და დაინახავს ჩვენი ხალხი რომ ალტერნატივა არ გააჩნია ჩვენს ხელისუფლებას რომელიც მთავარი მიზანი არის საქართველოს უპირველეს ყოვლისა. მთავარი ჩვენი სლოგანი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი მომავალი. იმიტომ რომ თუ ჩვენი ქვეყნის მომავალზე არ ვიფიქრეთ, თუ ჩვენი ხვალინდელი დღე არ გვაფიქრებს, რაზე გვაქვს მაშინ საუბარი, რა არის ჩვენი დღევანდელი მოქმედება და ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების მიზანი. ეს მიზანი ხო უნდა იყოს გათვლილი და გაწერილი მომავალზე და მომავალ თაობებზე. ამიტომაც ბუნებრივია რომ როგორც 2012 წელს და მორიგ სხვა არჩევნებზეც გაეცათ მათ პასუხი და საბოლოო ჯამში ესენი არიან დავარქვი კიდეც მათ უდაბნოს გლახებად გადაიქცნენ ესენი, იმიტომ რომ არანაირი შანსი არ გააჩნიათ და ესე ძალიან დაგსაქსულები და ერთმანეთში არიან ახლა დაპირისპირებულები და ერთმანეთს აბრალებენ და ხედავთ ამ ყველაფერს, აი ამ არჩევნებზეც იგივენაირ შედეგს მიიღებენ და საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი აი ამ საშინელ სახადს ერთხელა სამუდამოდ მოიხდის. მადლობა ბატონ გიორგი, ამოიწურა ამოშლობაში ჩვენი საეთრო დრომს, მე შევახსენებ რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენი მასთან დიალოგი აიტვირთება რადიო ინდის Facebook გვერდზე, დროებით.